საღამომშვიდობის საძვირფასო მეგობრებო, გაინტერესებთ ხო რა გელოდებათ მომავალში, მაშინ მოთავსდი ლამაზად, იფიქრე შენზე, შენ თავზე, იფიქრე შენ სურვილებზე, უყურე კარდს, უთხარე შენი სახელი და ჩაიფიქრე შენი მომავალი, რა გელოდება. და დავიწყოთ. ნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ამჟამად, ჩემო კარგო, ამოქივიდა უცოლშვილო ახალგაზრდა ბიჭი. წლოვანებით ახალგაზრდა პიროვნებაა. ამჟამად ისეთი გაბრაზებული და ნერვიულებით ამოქივიდა. შეიძლება ცოლი არ ხავდეს, შეიძლება წლოვანებით პატარა ბიჭი იყოს, რაღაცა დიდი ნერვიულობით დგას ეს პიროვნება. ამაზე იყავი ფრთხილად. შენ მალე ორი ნაჭერი ფული მოგივა. თუ ფულზე დარდობ, იცოდე ფული მოგივა აუცილებლად. გულში მამაკაცი ამოგივიდა. თითქოს გვერდზე დგას. კარგი. მამაკაცი კი ამოგივიდა, ჩემო კარგო, მაგრამ ეს მამაკაცი ძალიან დიდი დარდით დგას, ცოტა არეული დგას, რა გააკეთოს არ იცის, შეფერხებით დგას. გადაუწყვეტლობაც ასჭირს ამ პიროვნებას. რაღაცა ახალი ამბავი გელოდება, ან რაღაცა საბუთი, დიდი ღმერთის წყალობა გელოდება მომავალში. ესე იგი, კი, ბევრ პრობლემებსაც ვხედავ, შეფერხებებს ვხედავ, მაგრამ ეგ იცოდე, ღმერთის წყალობა ამოგივიდა ძალიან დიდი. კარგი, გავაგრძელოთ აბა. ჩქარი ახალი ამბავი გელოდება, ცოტა ილდიანი ამბავია. აქ ვიღაცა მამაკაც ვხედავ, არ ვიცი ეს მამაკაცი ვინ არის, შეიძლება შავგვრემანი იყოს, შეიძლება ბედგამონაცვალი იყოს, შეიძლება ფორვიანი იყოს, რაღაცა საქმეზე გაპოსტავებით ამოგივიდა ეს პიროვნება. ჩემო კარგო, ცოტა არ იყოს, ამჟამად შენ თვითონაც ცოტა არეული ხარ, გაღიზიანებული ხარ და შენ თვითონაც შეფერხებით დგეხარ, მაგრამ ეს ყველაფერი წავა აუცილებლად. ეს მამაკაცი გვერდზე რო გიდგას გითხარი, რაღაც თითქოს ხელებ გაშლილი, თითქოს ლოცულობს. ღმერთს ეხვეწება რაღაცას. შენ რა ამოგივიდა? ამოგივიდა სახლის ჭერი, ამოგივიდა რაღაცა თანხაზე, სხვათა შორის ნერვიულობით ამოხვედი. შეიძლება სახლში იყო, ან შეიძლება სახლზე ფიქრობდე და ნერვიულობით ამოხვედი ამ ეს პერიოდი. ნერვიულობ. ახალგაზრდა გოგონა ამოგივიდა, სხვათა შორის ესეც ნერვიულობაშია, თითქოს რაღაცა გაპოსტავებულია, შეფერხებით დგას. შენ რა დაგამშვიდებს? ახალგაზრდა ბიჭი და ვიღაცა ცოლიანი ტიპი ამოგივიდა. ამ დღეებში მზად იყავი ამ ახლო მომავალში, თითქოს ეს ორი პიროვნება უცბად გამოგეცხადდება, ვინ არის, არ ვიცი, ეს შენ თვითონ მიხტები. ოხოხო, რამხელა დარდით ამოხვედი. დარდით დგეხარ, მაგრამ გეუნები, ახალი ამბავი მოფრინავს შენთან, რაღაცა საბუთი არის, გაპოსტავებული დგეხარ, მაგრამ სიხარული მაინც გელოდება. მაგიდაც გელოდება, იცი? კარგი მაგიდა გელოდება სხვათა შორის. და რა? აქ ვიღაცა ქალბატონი ამოგივიდა. ან ქალბატონია, ან გოგო არის, სხვათა შორის მამაკაცთან ერთად ამოდის და რაღაცა გულის ტკენა ამოვიდა ამ მამაკაც სხვათა შორის.
ამ მამაკაც ვიღაცა ქალბატონიდან ან ვიღაცა გოგოდან რაღაცა ცოტა გულნატკენი დგას, ან შეიძლება რაღაცა გულის ტკენა ქონდეს ამ მამაკაცს. მოგვიანებით რაღაც გზას მიჩვენებს, შეიძლება სადმე წახვიდე. შენ ვიღაცა ქალბატონი დაგიდგება გვერდზე, ან ვიღაცა ქალბატონის მაგიდა გელოდება ძალიან ჩქარა. რა გამშვიდებს იცი? ეს მამაკაცი, რომელიც გვერდზე გიდგას, შეიძლება უფროსი მამაკაცი იყოს, შეიძლება მეუღლე იყოს, შეიძლება მამა იყოს, ასეთი ადამიანი ამოგდის. სხვათა შორის, ეს ერთი თვის განმავლობაში, ან ერთი თვის მერე, კაზიონის სახლი ელოდება. კაზიონის სახლი როგორ თქვათ ახლა, შეიძლება რაღაცა სამსახური ელოდებოდეს, ან შეიძლება რაღაცა დაწესებულება ელოდებოდეს, ამ მთავრობის საქმე ელოდებოდეს, ან შეიძლება სამანტყოფო ელოდებოდეს, რაღაცა კაზიონის სახლით ამოგდის ეს მამაკაცი. გააჩნია ახლა ვის რა პრობლემა აქვს, ზოგი ძალიან ბევრები მისმენთ და სხვადასხვანაირად შეიძლება ამოვიდეს ეს კარტი. ცოლიანი ბიჭი. რაღაცაზე ბურდღუნებს, რაღაცაზე ლაპარაკობს, სხვათა შორის ამ პიროვნებასთან შეიძლება შეხვედრა მოგიხდეს, მაგრამ იცოდე გაბრაზებულია, შენ თვითონაც ნერვიულობაში ხარ ამჟამად, ამ ნერვიულობის თაობაზე ლაპარაკი გელოდება ჩემო კარგო, აქ ახალგაზრდა გოგო და ბიჭს ვხედავ, რაღაცა ფული ჩაუვარდებათ ხელში, სხვათა შორის შენც მოგდის თანხა, ფული გელოდება. სხვათა შორის ფული კი მოგდის, მაგრამ უცბად მიდის შენი ხელებიდან, გაგდის ფული. ჩემო კარგო, აქ ვიღაცა ახალგაზრდა გოგო და მამაკაცი ამოგდის, ვიღაცა ბიჭი. სხვათა შორის ამ ხალხიდან დამშვიდება გელოდება და რაღაცა თანხაც გელოდება. სრული დაშლებით თუ გნებავთ, შეგიძლიათ დამეკავშირდეთ 557 64 38-91. შეგიძლიათ დამეკავშირდეთ და გაიგოთ თქვენი მომავალი. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.